მოგესალმებით არხზე მისტიური სტუმარი. დღეს მე დავაგემოვნებ პასკებს, რომელიც შევარჩიე ერთი და იგივე საფასო კატეგორიიდან, რომ თანაბარი შანსი ქონოდა ყველას. ასევე პასკებს შევხამებ ღვინოს, ეს იქნება მოუბარის საფერავი, ნახევრად ტკბილი და ცოლიკოურის ცხრიალა ღვინო. ეს ღვინოები გამომიგზავნა ცნობილმა ღვინის კრიტიკოსმა გიორგი ფოცხვერაშვილმა, რომლის Instagram გვერდით შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ვიდეოს აღწერაში და გამოიწეროთ მისი არხიც. გავხსნათ ღვინოები და პირველი პასკა არის მაიზენი. ეს არის კლასიკური ქართული პასკა. პასკა არის მძიმე და კარგად ნოტიო. პასკა არის მძიმე, ნოტიო, ფშხნადი, საკმაოდ დაიფშხნა, მაგრამ ყელში არ რჩება ცუდად ეს ნამშხენები, ადვილად ყლაპვადია, არ არის გამომშრალი, გემოზე არის დაბალანსებული, კარგი გემრიელი პასკა. შემდეგი პასკა არის პური გულიანის, ესეთ შეფუთვით არის. სუნი აშკარად მაიზენის ჭობდა. ძალიან ფუმფულა და ნოტიოა. პასკებში გამარჯვებული მაიზენი. ეხლა გავსინჯოთ გალუპის პანეტონე. პანეტონის წარმოშობის შესახებ არის რამოდენიმე ლეგენდა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ახალგაზრდა მცხოვრებზე სახელად ტონი, რომელმაც სიყვარულის გამო შექმნა განსაკუთრებული ტკბილი პური. სწორედ აქედან მოდის სიტყვა პანეტონი. ძალიან ფაფუկია, აქვს ძალიან ბევრი ქიშმიში, ფორთოხლის ცედრა, დაჭრილი კანი ფორთოხლის, უფაფუკესია და ძალიან დაბალანსებული გემოები აქვს. ჩემთვის თუ ზოგადად პანეტონე მირჩევნია ტრადიციულ ქართულ პასკას. ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთი გემრიელი იქნებოდა ეს პანეტონე, მეგონა ძალიან ჩვეულებრივი უბრალო პანეტონე იქნებოდა, იმიტომ რომ არ ღირდა ძვირი პანეტონესთვის და არის ნამდვილად უგემრიელესი. ძალიან კაია. ახლა გავსინჯავ დოლჩე გაბანას და ფიასკო ნაროს კოლაბორაციის კოლომბას, რომელიც ჩემ ნახით პასკებს შორის იყო ყველაზე ძვირიანი. კოლომბა მე-20 საუკუნეში მილანში შეიქმნა. ის იტალიური სიტყვაა და ნიშნავს მტრედს და ამის გამო ყოველთვის მზადდება მტრედის ფორმის. კოლომბა პირდაპირ კავშირშია აღდგომის დღესასწაულთან. დაუმუნჯდი, ესეთი გემრიელია. გემრიელესია. და ახლა გადავიდეთ ვალენტინოზე. ფუმფულესია ესეც. სუნი ძალიან კარგი აქვს. პირველი ადგილი დოლჩე გაბანა, მეორე ადგილი მაიზენის პასკა, მესამე ადგილი ვალენტინოს კოლომბა, მეოთხე ადგილი გალუპის პანეტონე, მეხუთე ადგილი პური გულიანის პასკა. უდაოდ ყველაზე გემრიელია დოლჩე გაბანა, ვალენტინოც ძალიან კარგია,
პანეტონე, როგორც პანეტონე მომეწონა, ძალიან კარგია გალოპი. პასკა, როგორც ტრადიციული პასკა, მომეწონა მაიზენი, პურიგულიანი ნაკლებად. ღვინოები ძალიან კარგად მოუხდა, ორივე. ვისი ამოვნე, განსაკუთრებით ცქრიალა მოუხდა პანეტონეს და კოლუმბას, წითელი ნახევრადტკბილი მოუბარის საფერავი, მესი ამოვნა უფრო ტრადიციულ ქართულ პასკებთან. მადლობა გიორგი ფოცხოვაშვილის ღვინოებისთვის. ყველა პასკა არის ჩემი ნაყიდი, არავის არ აქვს გადახდილი ან ნაჩუქარი დასპონსორებული. პურიგულიანის პასკა შეგიძლიათ იყიდოთ პურიგულიანის რესტორნებში. მაიზენის პასკა შეგიძლიათ იყიდოთ მაიზენის მაღაზიაში. გალუპის პანეტონე და დოლჩე გაბანას კოლომბა შეგიძლიათ იყიდოთ გასტრონომის მაღაზიებში და ვალენტინოს კოლომბა შეგიძლიათ შეიძინოთ გუდვილის მაღაზიებში. დიდი მადლობა. თქვენ კი გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო, რადგან ეს ორი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის.